1991 წლის 22 ივლისის ღამით ვისკონსინის შტატის ქალაქ მილოუში პოლიციის ორი თანამშრომელი, რობერტ რაუტი და რობ მიულერი ქუჩაში პატრულირებდნენ, როდესაც ჩრდილოეთ 25 ქუჩის კუთხეში მოულოდნელად შენიშნეს მამაკაცი, რომელიც მათკენ მირბოდა და შველას ითხოვდა. მამაკაცი 32 წლის ტრეისი ედუარდსი აღმოჩნდა. ედუარდსმა სამართალდამცველებს უამბო, რომ რამდენიმე საათით ადრე ქუჩაში შეხვდა უცნობ მამაკაცს, რომელმაც თავი ფოტოგრაფად გააცნო და შესთავაზა. ფულის სანაცვლოდ მას ბინაში გაჰყოლოდა, სადაც მას ფოტოებს გადაუღებდა და ერთად ცოტას დალევდნენ. ედუარდსი დათანხმდა და გაჰყვა უცნობს ნორთ სტრიტზე მდებარე ოქსფორდ აპარტამენტის 924-ში, 213 ბინაში. ბინაში შესვლისას ედუარდსმა მძაფრი და უსიამოვნო სუნი იგრძნო. იატაკზე კი მარიმჟავას რამდენიმე ყუთი შეამჩნია. უცნობმა აუხსნა, რომ ეს აგურის გასაწმენდად სჭირდებოდა. შემდეგ კი სთხოვა მისი ტროპიკული თევზები ენახა. როგორც კი ედუარდსმა თავი აკვარიუმისკენ მიაბრუნა, უცნობმა მოულოდნელად ხელბორკილი დაადო მაჭაზე. შეშინებულმა ედუარდსმა ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა ეს, ხოლო უცნობმა პასუხის ნაცვლად სთხოვა საძინებელში გაჰყოლოდა. საძინებელში ედუარდსმა დაინახა, რომ ვიდეო მაგნიტოფონში ეგზორცისტი 3 იყო ჩართული. ოთახის კუთხეში კი იდგა ლურჯი 57 გალონიანი კასრი, საიდანაც საშინელი სუნი ამოდიოდა. მოულოდნელად უცნობმა დანა ამოიღო და ედუარდს უთხრა გაეხადა, რადგან მისთვის შიშველი ფოტოების გადაღებას აპირებდა. დამშვიდების მიზნით ედუარდსმა უთხრა, რომ მის მოთხოვნას დათანხმდებოდა, თუ ხელბორკილს მოხსნიდა და დანას გადადებდა. უცნობმა ამ დროს ტელევიზორზე გადაიტანა ყურადღება. ედუარდსმა შენიშნა, როგორ ირწეოდა ის წინ და უკან და თან გალობდა. შემდეგ თავი მკერდზე მიადო. მის გულის ცემას მოусმინა და ჩურჩულით უთხრა, რომ მის გულის შეჭმას აპირებდა. საფრთხისგან თავის დასაღწევად ედუარდსმა უთხრა, რომ მასთან მეგობრობა სურდა და გაქცევას არ აპირებდა. შესთავაზა მისაღებში დაბრუნებულიყვნენ, სადაც კონდიციონერი მუშაობდა და ლუდიც ჰქონდათ, როდესაც ისინი მისაღებში დაბრუნდნენ და უცნობმა ყურადღება მოადუნა. ედუარდსმა სახეში მუშტი დაარტყა და გარეთ გამოვარდა. პოლიციელებმა შენიშნეს, რომ ედუარდს მაჯაზე ხელბორკილი ჰქონდა. სცადეს მისი მოხსნა, მაგრამ მათი გასაღები არ მოერგო. სამართალდამცველებმა შესთავაზეს, მათთან ერთად წასულიყო იმ ბინაში, საიდანაც გამოიქცა, რათა ის უცნობი მამაკაცი ენახათ და მისთვის ხელბორკილი მოეხსნათ. ედუარდსი დათანხმდა. პოლიციელებთან ერთად დაბრუნებულიყო ბინაში, სადაც მისი თქმით რამდენიმე საშინელი საათი გაატარა. 313 ბინაში სამართალდამცველებს კარი მთვრალმა უცნობმა მამაკაცმა გაუღო. უთხრა, რომ ის ჯეფრი დამერი იყო და სამივე ოთახში შეიპატიჟა. სამართალდამცველებს უთხრა, რომ ხელბორკილი მან დაადო ედუარდს, თუმცა მიზეზი არ აუხსნა. როდესაც პოლიციელებმა ხელბორკილის გასაღები მოითხოვეს, ჯეფრიმ უთხრა, რომ გასაღები საძინებელში საწოლის გვერდით მდგარ კომოდის უჯრაში იყო. მან მისი მოტანა დააპირა, მაგრამ ოფიცერმა რაუტმა ადგილზე დარჩენა მოსთხოვა. გასაღების მოსაძებნად კი საძინებელში მეორე ოფიცერი მიულერი შევიდა. გასაღების ძებნისას მან კომოდის უჯრაში პოლაროიდის ათობით ფოტო აღმოაჩინა, რომლებზეც შიშველი ადამიანების გვამების დანაწევრების სხვადასხვა ეტაპი იყო აღბეჭდილი. ფოტოებში აღბეჭდილი გარემოს მიხედვით ჩანდა, რომ ისინი იმავე ბინაში იყო გადაღებული. მიულერი მისაღებში დაბრუნდა და რაუტს ფოტოები აჩვენა. როგორც კი დამერმა ფოტოები შენიშნა, გაქცევას სცადა, თუმცა ოფიცრებმა ის ძირს დააგდეს, ხელბორკილები დაადეს და დამატებით ეკიპაჟი გამოიძახეს. მანამ სანამ დახმარება მოვიდოდა, ედუარდსმა პოლიციელებს უთხრა, რომ დამერმა მასთან საუბარში ახსენა, თითქოს მაცივარში ადამიანის თავი ჰქონდა შენახული. ოფიცერმა მიულერმა მაცივარი გააღო და იქ ახლად მოვკვეთილი შავკანიანი მამაკაცის თავი დაინახა. ჯეფრი დამერი ამ ყველაფერს თვალს ადევნებდა. მიხვდა, რომ მისთვის ყველაფერი დასრულდა და ჩაილაპარაკა. იმისთვის, რაც გავაკეთე, მკვდარი უნდა ვიყო. მილოუკის პოლიციის კრიმინალური გამოძიების ბიუროს მიერ ჩატარებული ბინის დეტალური ჩხრეკის შედეგად სამზარეულოში 4 მოკვეთილი თავი, ხოლო საძინებლის კარადაში 7 თავის ქალა აღმოაჩინეს. ნაწილი შეღებილი იყო, ნაწილი კი გათეთრებული. მაცივარში პოლიეთილენის ცელოფანში გახვეული 2 ადამიანი
ადამიანის გული იპოვეს. საყინულეში ადამიანის ხორცი და ორგანოებით სავსე რამდენიმე პარკი. ბინაში ასევე აღმოაჩინეს 2 ადამიანის მთლიანი ჩონჩხი, 2 მოკვეთილი ხელი და მამაკაცის 2 მომიფიცირებული სასქესო ორგანო. საძინებელში მდებარე ლურჯ კასრში კი, რომელშიც მჟავა ესხა, 3 ადამიანის სხეულის ნაწილები იშლებოდა. ბინაში ასევე იპოვეს 74 პოლაროიდის ფოტო, რომლებიც დამერის მსხვერპლთა ცხედრების დაშლის და დანაწევრების ამსახველ კადრებს შეიცავდა. 1991 წლის 23 ივლისს დაიწყო ჯეფრი დამერის დაკითხვა, რომელსაც დეტექტივები პატრიკ კენედი და დენის მერფი უძღვებოდნენ. მომდევნო 7 კვირის განმავლობაში დამერმა მშვიდად და აუღელვებლად მოუყვა მათ ახალგაზრდა მამაკაცებისა და ბიჭების 17 მკვლელობის შესახებ, რომლებიც კანიბალიზმსა და ნეკროფილიას მოიცავდა. მან დეტალურად აღწერა თითოეული მკვლელობა, მათი განხორციელების მეთოდები და მოტივები. დამერმა უარი თქვა ადვოკატზე და განაცხადა, რომ თავად შექმნა ის მონსტრი, რომელმაც ჩაიდინა ეს საზარელი დანაშაულები და ყველაფერს გააკეთებდა, რათა ამას ბოლო მოღებოდა. ჯეფრი ლაიონელ დამერი დაიბადა 1960 წლის 21 მაისს ვისკონსინის შტატის ქალაქ მილოუქში, ჰერბერტ ლაიონელ დამერისა და ჯოის ანეტ ფლინტის ოჯახში. ჰერბერტი ქიმიკოსი იყო, ჯოისი კი მბეჭდავად მუშაობდა. მათ 2 შვილი ჰყავდათ, ჯეფრი და დევიდი. ბავშვები იზრდებოდნენ დაძაბულ ოჯახურ გარემოში, რადგან მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ. დამერის დედა ჯოისი შფოთვითი აშლილობით იტანჯებოდა და იპოქონდრიკიც იყო. მუდმივად ითხოვდა ყურადღებას ირგვლივ მყოფებისგან. მამა უმეტეს დროს სამსახურში ატარებდა, რის გამოც ოჯახური ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბებოდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც ცოლი ქმარს კონფლიქტის დროს ცემდა. 4 წლის ასაკში ჯეფრის თიაქარი ამოკვეთეს. ეს ოპერაცია მისთვის მტკივნეული და დამთვრგუნველი აღმოჩნდა. ოპერაციის შემდეგ მხიარული და ენერგიული ბავშვი რადიკალურად შეიცვალა. ის ჩაკეტილი, მშვიდი და უემოციო გახდა. ხალხი მას აღწერდა როგორც თავაზიან, მაგრამ მარტოსულ ბავშვს, რომელიც ხშირად მარტო იჯდა და იშვიათად ურთიერთობდა თანატოლებთან. ბავშვობის წლებში ჯეფრის ოჯახმა რამდენჯერმე შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ისინი მილოუკიდან ოჰაიოს შტატის ქალაქ დოილსთაუნში გადავიდნენ. შემდეგ კი ოჰაიოს შტატის ქალაქ ბათთაუნშიპში დასახლდნენ, ტყით გარშემორტყმულ სახლში. სწორედ იქ დაიწყო ჯეფრის ყველაზე ბნელი მიდრეკილებების გამოვლენა. მას გაუჩნდა შემაშფოთებელი ცნობის მოყვარეობა სიკვდილის მიმართ. აგროვებდა მკვდარ მწერებს, პატარა ცხოველების ჩონჩხებს და მათ სახლთან ახლოს მდებარე პატარა ქოხში ფორმალდეჰიდით სავსე ქილებში ინახავდა. ეს მეთოდი მას მამამ ასწავლა. ერთ-ერთ სადილზე, როცა ქათმის ხორცს მიირთმევდნენ, ჯეფრიმ ჰკითხა მამას, რა მოხდებოდა თუ ქათმის ძვლებს მათეთრებელში მოათავსებდა. ლაიონელმა ეს კითხვა სამეცნიერო ინტერესად მიიღო და აჩვენა, როგორ გაეთეთრებინა და შეენახა ცხოველების ძვლები. მალევე ჯეფრიმ დაიწყო მკვდარი ცხოველების შეგროვება. ჯერ ანაწევრებდა, შემდეგ ქოხის გვერდით მარხავდა. ცხოველების თავის ქალებს კი ჯოხზე ჩამოცმულს მიწაში არჭობდა. მოგვიანებით მას ცოცხალი ცხოველის მოკვლის სურვილიც გაუჩნდა. გადაწყვიტა ძაღლი მოეკლა, გაეტყავებინა და დაენაწევრებინა, მაგრამ როცა ძაღლმა თვალებში შეხედა, ვერ შეძლო მისი მოკვლა და გაუშვა. უფროს კლასებში დამერმა ალკოჰოლის მოხმარება დაიწყო. ის სკოლის კარადაში მალავდა სასმელს და თითქმის ყოველ დღეს სვამდა. ამის შესახებ მასწავლებლებმა იცოდნენ, მაგრამ ის აქციაზე თვალებს ხუჭავდნენ. ამავდროულად ის ებრძოდა საკუთარ სურვილებს, აცნობიერებდა, რომ ბიჭები მოსწონდა და მათი დამორჩილებისა და სრული კონტროლის დაუოკებელი სურვილი ჰქონდა. ფანტაზიებში წარმოიდგენდა, როგორ იმორჩილებდა უგონო მდგომარეობაში მყოფ მამაკაცებს ან მათ გვამებს. რეალურ ცხოვრებაში კი საერთოდ არ ჰქონდა ურთიერთობები. ის ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო. დაახლოებით 16 წლის ასაკში ჯეფრის მოეწონა ბიჭი, რომელიც მის სახლთან ახლოს ტყეში დარბოდა. გადაწყვიტა ჩასაფრებოდა, გაეთიშა და სექსუალური კავშირი დაემყარებინა. ერთხელ ბუჩქებში ბეისბოლის ჯოხით ჩაუსაფრდა, თუმცა იმ დღეს ბიჭი არ გამოჩნდა. ეს იყო მისი პირველი მცდელობა თავს დასხმოდა ადამიანს, გაეთიშა და ამ გზით დაემორჩილებინა. 1977 წლის სექტემბერში ჯეფრის მამამ გაიგო, რომ ცოლი ღალა
აბატობდა, რის გამოც გადაწყვიტეს განქორწინება. განქორწინების პროცესის მიმდინარეობისას ლაიონელი სახლიდან გადავიდა და დროებით ჩრდილოეთ კლივლენდზე გზაზე მდებარე მოტელში დასახლდა. 1978 წლის მაისში ჯეფრიმ საშუალო სკოლა დაამთავრა. იმავე წლის 24 ივლისს მშობლების განქორწინება დასრულდა. უმცროსი ვაჟის მეურვეობა ჯოის მიენიჭა. მან ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე ჯეფრი მარტო დატოვა სახლში და დეივიდთან ერთად წავიდა ვისკონსინის შტატის ქალაქ ჩიპევა ფოლსში ნათესავებთან საცხოვრებლად. 18 წლის ჯეფრი დამერიკი სრულიად მარტო დარჩა დღისპირა სახლში თავის შემზარავ ფანტაზიებთან ერთად. ჯეფრი დამერმა დაკითხვაზე სამართალდამცველებს თავისი პირველი მკვლელობის შესახებ მოუყვა. 1978 წლის 18 ივლისს ის მანქანით მიდიოდა, როდესაც გზის პირას მიმავალი ახალგაზრდა ბიჭი შენიშნა. იმ დღეს ძალიან ცხელოდა, ბიჭს მაისური შეხსნილი ჰქონდა და როდესაც დამერმა მისი შიშველი სხეული დაინახა, მასში კვლავ გაიღვიძა საშინელმა სექსუალურმა ფანტაზიებმა. მან მანქანა გააჩერა და ბიჭს გამოელაპარაკა. უცნობი ბიჭი 18 წლის სტივენ მარკ ჰიქსი აღმოჩნდა, რომელიც ჩიპევას ტბის პარკში როკ კონცერტზე ავტოსტოპით ცდილობდა წასვლას. დამერმა მას კონცერტზე წაყვანა შესთავაზა და უთხრა, რომ იქვე ახლოს ცხოვრობდა. შესთავაზა ჯერ მის სახლში მისულიყვნენ, რათა ცოტა დაესვენათ, ლუდი დაელიათ და შემდეგ ერთად წასულიყვნენ კონცერტზე, რაზეც სტივენ ჰიქსი დათანხმდა. სახლში ლუდის დალევისას და საუბრის დროს დამერი მიხვდა, რომ სტივენს ბიჭები არ აინტერესებდა. ის მას გამუდმებით კონცერტზე და გოგონებზე ესაუბრებოდა. გარკვეული დროის შემდეგ ჰიქსმა თქვა, რომ უკვე დრო იყო კონცერტზე წასულიყვნენ. დამერმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ არ უნდოდა სტივენი წასულიყო. უნდოდა ბიჭი მასთან დარჩენილიყო, რათა ცოტა ხანი კიდევ ერთად გაეტარებინათ. ამიტომ ჰანტელი აიღო, უკნიდან ჩუმად მიეპარა და სტივენს თავში ორჯერ ჩაარტყა. როდესაც ბიჭი დაეცა, დამერმა ის იმავე ჰანტელით დაახრჩო. შემდეგ ტანსაცმელი გახადა და შიშველის სხეულის შესწავლა დაიწყო. როდესაც სექსუალური ფანტაზია დაიკმაყოფილა, ჰიქსის გვამი სარდაფში ჩაათრია და თვითონ დაიძინა. მეორე დღეს დამერმა ჰიქსის ცხედარი გაკვეთა, ხოლო მოგვიანებით გვამის სახლის უკანა ეზოში დამარხა. თუმცა რამდენიმე კვირის შემდეგ მიხვდა, რომ გვამის საკუთარ ეზოში დამარხვა კარგი იდეა არ იყო. ნეშთია მოთხარა და ანაწევრა, ძვლებს ხორცი გააცალა. შემდეგ ხორცი მჟავაში გახსნა, ნარჩენები უნიტაზში ჩარეცხა, ხოლო ძვლები დიდი ჩაქუჩით დაამტვრია და სახლის უკან ტყეში მიმოფანტა. სტივენ ჰიქსის ყელსაბამი და დანა, რომლითაც ის დაანაწევრა, კი მდინარეში გადაყარა. ჰიქსის მკვლელობიდან 6 კვირის შემდეგ ჯეფრი დამერის მამა და მისი საცოლე სახლში დაბრუნდნენ და აღმოაჩინეს, რომ ჯეფრი მარტო ცხოვრობდა. მამის დაჟინებული თხოვნის შემდეგ დამერმა სწავლა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო. თუმცა ერთი სემესტრის შემდეგ ცუდი აკადემიური მოსწრებისა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო სწავლა მიატოვა. რადგან ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო მას მომავლის პერსპექტივა თითქმის აღარ ჰქონდა, მამამ დაარწმუნა ჯარში წასულიყო და 1979 წლის იანვარში ჯეფრი შეერთებული შტატების არმიაში ჩაირიცხა. ჯეფრი მედიკოსად მოამზადეს და დასავლეთ გერმანიაში ბაუმჰოლდერში გააგზავნეს. მალე მისმა უპასუხისმგებლობამ, საყვედურებმა და ალკოჰოლზე ძლიერმა დამოკიდებულებამ მისი მდგომარეობა ჯარში უკიდურესად დაამძიმა. საბოლოოდ მეთაურებმა დაასკვნეს, რომ ალკოჰოლიზმი ჯეფრის სამსახურის გაგრძელებას შეუძლებელს ხდიდა და ის საპატიო წესით გაათავისუფლეს. 1981 წელს დამერი ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სენდვიჩების მაღაზიაში მუშაობა დაიწყო და დამოუკიდებლად ცხოვრების დაწყება სცადა. თუმცა ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო მალევე სამსახური დაკარგა. ის ცოტა ხანს სანაპიროზე ღია ცის ქვეშ ცხოვრობდა, მაგრამ როცა ფული მთლიანად დაუმთავრდა, მამას დაურეკა და დახმარებას თხოვა. იმ დროს ჯეფრის მამა ლაიონელ დამერი უკვე მეორე ქორწინებაში იყო. ლაიონელი და მისი ცოლი შერი ყველანაირად ცდილობდნენ ჯეფრის დახმარებას, თუმცა მალე ჯეფრი დააკავეს ნასო მდგომარეობაში ყოფნისას საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. სასამართლომ მას 10 დღიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა. 1981 წლის დეკემბერში ლაიონელმა და მისმა მეუღლემ ჯეფრი ბებიასთან კეტრინ დამერთან გააგზავნეს საცხოვრებლად ვესტ ალისში, ვისკონსინის შტატში. ის ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, ვისთანაც ჯეფრის დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა და ძალიან უყვარდა.
ჭირდა. ოჯახს იმედი ჰქონდა, რომ საცხოვრებლის შეცვლა და ბებიესთან ცხოვრება დაეხმარებოდა ჯეფრის ალკოჰოლზე უარის თმასა და ცხოვრების სწორედ გაგრძელებაში. გადასვლის შემდეგ ჯეფრი თავდაპირველად ეხმარებოდა ბებიეს საოჯახო საქმეებში და მასთან ერთად ეკლესიაშიც დადიოდა. 1985 წელს დამერმა დაიწყო მუშაობა მილოუკში, ამბროსის შოკოლადის ქარხანაში, მიქსერის ოპერატორად. ოჯახს სჯეროდა, რომ წესრიგი და რელიგიური გარემო ხელს შეუწყობდა ჯეფრის ალკოჰოლისთვის თავის დანებებაში და უსიამოვნებების თავიდან აცილებაში. მაგრამ შინაგანი დემონები მას არ აძლევდნენ მოსვენებას. ის განაგრძობდა სმას და პოპულარულ გეი ბარებსა და საუნებში სიარულს. იქ ის პოულობდა ახალგაზრდა მამაკაცებს თავისი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად, თუმცა მალევე მიხვდა, რომ არ სიამოვნებდა, როცა პარტნიორები მოძრაობდნენ. ამიტომ მათ სასმელში ჩუმად საძილე და დამომშვიდებელ აბებს ურევდა და გათიშულ მდგომარეობაში მყოფ მათ სხეულებს იყენებდა თავისი ბინძური სექსუალური ფანტაზიებისთვის. დაახლოებით 12 ასეთი შემთხვევის შემდეგ საუნების ადმინისტრაციამ მისი საქციელის შესახებ გაიგო და მას საუნებით სარგებლობა აუკრძალეს. მას შემდეგ, რაც დამერი საუნებში ვეღარ დადიოდა, მან სხვა გზების ძიება დაიწყო თავის საზარელი ღვაწლმყოფური ფანტაზიების განსახორციელებლად. ერთხელ მან გაზეთში წაიკითხა 18 წლის ბიჭის დაკრძალვის შესახებ განცხადება და გადაწყვიტა, ახლად დაკრძალული ცხედარი ამოეთხარა და სახლში წაეღო. სამართალდამცველებს მოგვიანებით უთხრა, რომ სადა საფლავის ამოთხრა, მაგრამ მიწა ძალიან მაგარი აღმოჩნდა და თავის საზარელი გეგმა ვერ განახორციელა. 1986 წლის 8 სექტემბერს დამერი დააკავეს გარყვნილი ქცევის ბრალდებით. ბრალი ედებოდა 2-12 წლის ბიჭის თანდასწრებით გარყვნილ ქმედებაში. თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ უბრალოდ შარდავდა და არ იცოდა, რომ ვინმე ხედავდა, მაგრამ მალევე დანაშაული აღიარა. საბოლოოდ ბრალდება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევით შეიცვალა და 1987 წლის 10 მარტს ჯეფრი დამერს ერთწლიანი პირობითი მსჯავრი და ფსიქოთერაპიის კურსი მიესაჯა. 1987 წლის 20 ნოემბერს დამერი, რომელიც იმ დროს ბებიასთან ცხოვრობდა, გეი ბარში შეხვდა 25 წლის სტივენ ტოუმის. დამერმა ის დაიყოლია სასტუმრო ამბასადორში წასვლაზე, სადაც ჯეფრის ოთახი ჰქონდა დაჯავშნილი. მოგვიანებით მისი აღიარების მიხედვით, სტივენის მოკლა მის გეგმებში არ შედიოდა. მას უბრალოდ სურდა ის საძილი აბებით დაეძინებინა, რათა მასზე კონტროლის სექსუალური ფანტაზია მისი მოკლის გარეშე აესრულებინა. სასტუმროში მისვლის შემდეგ მათ ბევრი დალიეს და დამერის თქმით, თავადაც მალევე გაითიშა. როდესაც დილით გაიღვიძა, სტივენის საწოლში მკვდარი იპოვა. ის სასტიკად ნაცემი იყო და პირიდან სისხლი მოსდიოდა. დამერმა გაიაზრა, რომ ნასვამ მდგომარეობაში სტივენის სიკვდილამდე სცემა. მან სასწრაფოდ დატოვა სასტუმრო, შეიძინა დიდი ჩემოდანი და უკან დაბრუნდა. სტივენის ცხედარი ჩემოდანში ჩატენა და სასტუმროდან გამოიტანა. ტაქსის მძღოლის დახმარებით ჩემოდანი მანქანის საბარგულში ჩადო და ბებიის სახლში წაიღო. შემდეგ სარდაფში ჩაიტანა, თავი მოჰკვეთა, სხეული ნაწილებად დაჭრა და ნაგვის პარკებში ჩაალაგა და ნაგვის სხვა ნარჩენებთან ერთად გადაყარა. თუმცა ამჯერად დამერმა რაღაც ახალი სცადა. მან მოკლულის თავი სუვენირად შეინახა. ნაჭერში გახვეული თავი დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში საყინულეში ჰქონდა შენახული. შემდეგ კი სცადა თავის ქალის შენარჩუნება ქიმიურ ხსნარში მოხარშვით. დუღილისას ხორცი მოსცილდა, მაგრამ ძვალი ძალიან მყიფე გახდა და თავის ქალა ხელში გაუტყდა. დამერმა გატეხილი თავის ქალა დაბქვა და შემდეგ გადაყარა. დამერის თქმით, სტივენ ტოუმის მკვლელობა გადამწყვეტი მომენტი იყო, რის შემდეგაც მან აღარ სცადა თავის საზარელი ფანტაზიების გაკონტროლება. მან აქტიურად დაიწყო მსხვერპლთა ძებნა, რომელთა უმეტესობას გეი ბარებში ან მათ გარშემო პოულობდა და ბებიის სახლში იტყუებდა. შემდეგ მათ სასმელში ჩუმად საძილი აბებს უყრიდა და როდესაც მსხვერპლი გონებას კარგავდა, გათიშულ სხეულებს თავისი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად იყენებდა. შემდეგ მათ ახრჩობდა სხეულებს ანაწევრებდა და ამ გზით იშორებდა. 1988 წლის 16 იანვარს დამერი შეხვდა 14 წლის ამერიკელ ინდიელ მოზარდს ჯეიმს დოქსტატორს. დამერმა მას $50 შესთავაზა, რათა სახლში გაჰყოლოდა და შიშველი ფოტოები გადაეღო. ჯეიმსი დათანხმდა და ბებიის სახლში გაჰყვა. დამერმა სასმელში საძილიაბები გაურია და როცა ბიჭმა გონება დაკარგა, ის დაახრჩო. მის გვამს 1 კვირის განმავლობაში სარდაფში ინახავდა და თავის საშინელი ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად
საშუალებლად იყენებდა. როცა გვამმა გახსნა დაიწყო, დამერმა თავი მოჰკვეთა, სხეული დაანაწევრა და ნაგავში გადაყარა. თავის ქალის შენახვა ისევ ადუღებული ქიმიური ხსნარით სცადა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. თავის ქალა გატყდა, რის შემდეგაც დამერმა გატეხილი ძვლები დაფქვა და გადაყარა. 1988 წლის 24 მარტს დამერი გეიბარ ფენიქსის წინ შეხვდა 22 წლის ბისექსუალ მამაკაცს, რიჩარდ გერეროს. დამერმა გერეროს $50 შესთავაზა, რათა მასთან ერთად ღამე გაეტარებინა. ბებიის სახლში მისვლის შემდეგ მან გერეროს სასმელში ჩუმად საძილია ბები ჩაუყარა და როცა ის გაითიშა, ტყავის თასმით დაახჩო. შემდეგ თავის ნეკროფილური ფანტაზიები დაიკმაყოფილა. გვამი დაანაწევრა და ნაგავში გადაყარა. თავი კი საძინებელში შეინახა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ ისიც დაფქვა და გადაყარა. 1988 წლის სექტემბერში დამერს ბებიამ სთხოვა, რომ მისი სახლიდან გადასულიყო. ქალი უკმაყოფილო იყო, ძირითადად მისი ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და ღამით ახალგაზრდა მამაკაცების სახლში მიყვანის გამო. ქალს ასევე ხშირად აწუხებდა სარდაფიდან გამომავალი უსიამოვნო სუნიც, თუმცა დამერი არ წმუნებდა, რომ ეს უბრალოდ კანალიზაციის სუნი იყო. დამერი ხვდებოდა, რომ ბებიასთან ცხოვრება უკვე სახიფათო ხდებოდა და შესაძლოა მის საზარელ საიდუმლოს ფარდა ახდოდა. ამიტომ ჩრდილოეთ 24 ქუჩაზე 808 ნომერში ერთ საძინებლიანი ბინა იპოვა და 25 სექტემბერს იქ გადავიდა. მაგრამ 2 დღის შემდეგ 27 სექტემბერს იგი დააკავეს 13 წლის ბიჭის ნარკოტიკებით გათიშვისა და მის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების გამო. ბიჭი მან სახლში იმ მოტივით მიიტყუა, რომ $50 სანაცვლოდ მისთვის შიშველი ფოტოები გადაეღო. სახლში მისვლის შემდეგ კი ბიჭს სასმელში ნარკოტიკი გაურია და გათიშა, თუმცა დალევის შემდეგ დამერსად ჩაეძინა. როცა ბიჭს გაეღვიძა და დაინახა, რომ დამერს ისევ ეძინა, გაიქცა და მომხდარის შესახებ ოჯახს უამბო. ოჯახმა კი დამერს ურჩივლა. დამერის მამამ შვილის დასაცავად ადვოკატი ჯერალდ ბოილი დაიქირავა. ბოილის თხოვნით დამერმა სასამართლოს ხდომებამდე ფსიქოლოგიური შემოწმება გაიარა. შემოწმებამ აჩვენა, რომ დამერი ძლიერ გაუცხოებას განიცდიდა. 2 თვის შემდეგ ჩატარებულმა დამატებითმა შემოწმებამ დაადგინა, რომ ის იმპულსური იყო, სხვებს ეჭვის თვალით უყურებდა და წარუმატებლობის გრძნობა ტანჯავდა. მისმა ადვოკატმა ასევე წარადგინა 1987 წლის დიაგნოზი, რომლის მიხედვითაც დამერს შიზოიდური პიროვნული აშლილობა ჰქონდა. 1989 წლის 30 იანვარს დამერმა აღიარა ბრალდება მეორე ხარისხის სექსუალური ძალადობისა და ბავშვის ამორალური მიზნებისთვის შეცდენის ბრალდებაში. სასჯელის გამოტანა მაისამდე გადაიდო. 20 მარტს მან აიღო 10 დღიანი სააღდგომო შვებულება სამსახურიდან და ისევ ბებიის სახლში დაბრუნდა. საბოლოო განაჩენამდე 2 თვით ადრე 1989 წლის 25 მარტს დამერმა გეიბარში 24 წლის მოდელი ენტონი სირსი გაიცნო. სირსი ბებიის სახლში წაიყვანა, სადაც მათ სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ. შემდეგ დამერმა იგი საძილია ბებით გათიშა და დაახრჩო. მომდევნო დილით გვამი ბებიის აბაზანაში შეიტანა, თავი მოკვეთა და სხეული გაატყავა. ძვლებიდან ხორცი მოაცილა, ჟავაში გახსნა და ნარჩენები უნიტაზში ჩარეცხა, ხოლო ძვლები ჩაქუჩით დაამტვრია და ნაგავში გადაყარა. დამერის თქმით, სირსი მისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი იყო და ის პირველი მსხვერპლი გახდა, რომლის სხეულის ნაწილებიც შეინახა. სირსის თავი და სასქესო ორგანო აცეტონში ჩაალაგა და ხის ყუთში მოათავსა, რომელიც მოგვიანებით სამსახურში მიიტანა და თავის სამუშაო კარადაში დამალა. 1989 წლის 23 მაისს დამერს მიესაჯა 5 წლიანი პირობითი მსჯავრი და 1 წელი პატიმრობა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად გათავისუფლების უფლებით. მას დღისით საპატიმროდან სამსახურში უშვებდნენ, ღამით კი კვლავ საპატიმროში ბრუნდებოდა. ასევე დაეკისრა სექსუალური დამნაშავის სტატუსით რეგისტრაცია. 1 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებამდე 2 თვით ადრე ჯეფრი დამერი პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც დაიწყო მისი 5 წლიანი პირობითი ვადის ათვლა.
1990 წლის 14 მაისს დამერი ბებიის სახლიდან გადავიდა ჩრდილოეთ 25 ქუჩის 924 ნომერში, ბინა 213-ში და თან წაიღო სირსის მუმიფიცირებული თავი და სასქესო ორგანო. სწორედ სირსის თავის ქალა და სასქესო ორგანო იყო მისი საზარელი კოლექციის პირველი ექსპონატები. ჯეფრი დამერი მთლიანად ჩაეფლო იმ ცხოვრების წესში, რომელიც მკვლელობას, გაუპატიურებას, გვამების დანაწევრებას, ნაწილების მჟავაში დაშლას და ყველაფრის კვლავ გამეორებას მოიცავდა. ახალ ბინაში მან შექმნა საკუთარი საშინელებათა ეკოსისტემა. საძინებელში ინახავდა 57 გალონიან კასრს, რომელშიც ჩასხმულ მჟავაში დანაწევრებულ სხეულების ნაწილებს ხსნიდა და ნარჩენებს უნიტაზში რეცხავდა. მაცივარი სავსე ჰქონდა ადამიანის ხორცით, ხოლო თავის ქალების კოლექცია კარადაში ჰქონდა შენახული. მან ასევე შეიძინა პოლაროიდის ფოტოაპარატი, რომლითაც მსხვერპლების დანაწევრების ყველა ეტაპს აფიქსირებდა. დამერმა მსხვერპლთა სხეულის ნაწილებისა და შინაგანი ორგანოების ჭამაც დაიწყო და მალე კანიბალიზმი მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. თუმცა ეს შიმშილით არ იყო განპირობებული. ეს განპირობებული იყო მათზე კონტროლისა და დაუფლების ავადმყოფური სურვილით, როგორც სიცოცხლეში, ასევე მათი სიკვდილის შემდეგ. მისი თქმით, ამ საზარელი ქმედებების შემდეგ მას ეჩვენებოდა, თითქოს ისინი მისი ნაწილი ხდებოდნენ. ადამიანების მკვლელობის შემდეგ დამერი ხშირად ვერ ასწრებდა გვამების მოცილებას, რის გამოც მუდამ ირგვლივ იყო გახრწნილი ხორცის მძაფრი სუნი, რომელიც მეზობლებამდეც აღწევდა. სუნის გამო მეზობლები ხშირად ჩიოდნენ, მაგრამ დამერი უამრავ ტყუილს იგონებდა მათ დასამშვიდებლად. ხან ამბობდა, რომ მაცივარი გაუფუჭდა და ხორცი აყროლდა. ხან კი სანტექნიკის გაუმართავობას იმიზეზებდა და მეზობლებს არწმუნებდა, რომ ამ პრობლემებს მალე მოაგვარებდა. 1990 წლის 20 მაისს დამერმა 32 წლის რეიმონდ სმიტი თავის ბინაში დაპატიჟა და სექსის სანაცვლოდ $50 დაჰპირდა. სმიტი დათანხმდა და დამერთან ერთად 213 ბინაში წავიდა. ბინაში მან სმიტს საძილიაბებით გაჯერებული სასმელი დაალევინა, შემდეგ კი ხელით დაახრჩო. შემდეგ გვამს ეროტიკულ პოზებში პოლაროიდის ფოტოაპარატით ფოტოები გადაუღო და აბაზანაში დაანაწევრა. დამერმა სხეულის ნაწილები დიდქვაფში ქიმიურ ხსნარში მოხარშა და როდესაც ცვლებს ხორცი მოსცილდა, ნარჩენები უნიტაზში ჩარეცხა. ცვლები კი მჟავით სავსე კასრში ჩაყარა გასახსნელად. მოგვიანებით სმიტის თავის ქალა სპრეით მოხატა და სირსის თავის ქალის გვერდით შეინახა თავის საზარელ საკოლექციო გარადაში. რეიმონდ სმიტის მკვლელობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ 1990 წლის ივნისში დამერმა 27 წლის ედვარდ სმიტი გაიცნო და ისევ ძველი მეთოდით ბინაში მიიტყუა. სხვების მსგავსად მასაც სასმელში საძილიაბები გაურია და როდესაც სმიტმა გონება დაკარგა დაახრჩო, მაგრამ ედვარდ სმიტის შემთხვევაში დამერმაც ხედრის დანაწევრებისა და მოცილების ნაცვლად მისი შენახვა სცადა. მან სმიტის ცხედარი საყენულეში მოათავსა იმ იმედით, რომ გაყინვა გვამის გახრწნას შეაჩერებდა. ეს იყო ექსპერიმენტი, რათა დაედგინა, შეიძლებოდა თუ არა ცხედრის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენახვა. სმიტის ცხედარი რამდენიმე თვე გაყინული იყო, მაგრამ როდესაც დამერმა ის გაალყო, გვამმა იმდენად სწრაფად დაიწყო გაფუჭება, რომ მისი შენახვა შეუძლებელი გახდა. მან სცადა სმიტის ჩონჩხის ხუმელში გაშრობა, მაგრამ სიცხემი კი მთლიანად დაშალა. დამერი მიხვდა, რომ ამ მეთოდით ჩონჩხის ხელუხლებლად შენარჩუნებაც კი შეუძლებელი იყო და იძულებული გახდა ედვარდ სმიტის სხეულიც მოეშორებინა. ამის შემდეგ დამერმა დაიწყო ახალი გზების ძებნა, რათა მომდევნო მკვლელობების შემდეგ ცხედრები უფრო დიდხანს შეენახა თავისი საზარელი ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად. 1990 წლის 2 მარტს დამერმა 22 წლის მოცეკვავე ერნესტ მილერი გაიცნო, რომელიც ჩრდილოეთ 27 ქუჩის კუთხეში მდებარე წიგნების მაღაზიასთან იდგა. დამერი მას გამოელაპარაკა და ფულის სანაცვლოდ სახლში გაყოლა. შიშველი ფოტოების გადაღება და ერთად დალევა შესთავაზა. დამერის ბინაში მისვლის შემდეგ მოვლენები ჩვეულებრივი სცენარით განვითარდა. მან მილერს სასმელი დაალევინა, რომელშიც საძილიაბები ჩაუყარა, მაგრამ მიხვდა, რომ მხოლოდ რამდენიმე იაბი ჰქონდა დარჩენილი და ეს მსხვერპლის სრულად გათიშვისთვის საკმარისი არ იყო, ამიტომ გადაწყვიტა სწრაფად ემოქმედა. მან დანაიღო, რომლითაც მოკლულთა სხეულებს ანაწევრებდა. დანახევრად გათიშულ ერნესტ მილერს საძილი არტერია გადაუჭრა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც დამერმა მსხვერპლი დანით მოკლა. შემდეგ შიშველ ცხედარს სხვადასხვა პოზაში ფოტოები გადაუღო. აბაზანაში შეათრია და დაანაწევრა. სხეულის დანაწევრების დროს დამერს საზარელი აზრი მოუვიდა თავში. გადაწყვიტა
მისი ხორცი გაესინჯა. მილერს გული, ღვიძლი, ბიცეპსი და ფეხის კუნთები მოაჭრა. პოლიეთილენის პარკში ჩაალაგა და საყინულეში შეინახა, რათა მოგვიანებით ეჭამა. მომდევნო დღეებში კი დამერის სხვადასხვა რეცეპტით ამზადებდა და ჭამდა ერნესტ მილერის სხეულის ნაწილებს. დაკითხვაზე სამართალდამცველებს უთხრა, რომ ხორცს საქონლის ხორცის გემო ჰქონდა და მსხვერპლის ჭამა სიამოვნებას ანიჭებდა. კანიბალიზმის გარდა, დამერმა მილერის სხეულის სხვა ნაწილებიც შეინახა, არა მხოლოდ თავი, არამედ მთელი ჩონჩხი. ფსიქოლოგიურად ეს მისთვის უარყოფის შიშის დაძლევის საშუალება იყო. მისი წარმოდგენით, თუ მსხვერპლის სხეულის ნაწილებს შეჭამდა ან შეინახავდა, ისინი ვეღარ მიატოვებდნენ მას. 1990 წლის 24 სექტემბერს დამერმა გაიცნო 22 წლის ორი შვილის მამა, დევიდ ტომასი, მას ფულის სანაცვლოდ. სახლში გაყოლა შიშველი ფოტოების გადაღება და ერთად დალევა შესთავაზა, ხოლო როდესაც ისინი 213 ბინაში მივიდნენ, დამერმა მას ჩვეულებისამებრ სასმელში საძილიაბები გაურია, მაგრამ როდესაც დევიდმა გონება დაკარგა, დამერმა გააცნობიერა, რომ მის მიმართულ ტოლვას არ განიცდიდა. დამერი რთულ მდგომარეობაში ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი არ მოსწონდა, მან მაინც გადაწყვიტა, რომ მაინც უნდა მოეკლა დევიდ ტომასი. ამჯერად ეს მკვლელობა მან არასურვილის გამო, არამედ თვითგადარჩენის მიზნით ჩაიდინა, რადგან ფიქრობდა, რომ თუ ტომასი გაიღვიძებდა, შესაძლოა მომხდარის შესახებ პოლიციისთვის ეცნობებინა. ამიტომ ინტერესის არქონის მიუხედავად, დამერმა უგონო მდგომარეობაში მყოფი დევიდ ტომასი დაახრჩო. შემდეგ ფოტოები გადაუღო, დაანაწევრა და დანაწევრებული სხეული მთლიანად გადაყარა. ჩვეულებისამებრ მას არ უჭამია მისი ხორცი და არც მისი სხეულის არც ერთი ნაწილი შეუნახავს. 1991 წლის 18 თებერვალს დამერმა 17 წლის კურტის ტროტერი ავტობუსის გაჩერებაზე გაიცნო. მან სექსის და შიშველი ფოტოების გადაღების სანაცვლოდ ფული შესთავაზა და სახლში წაიყვანა. სახლში მისვლის შემდეგ, როგორც ყველა წინამსხვრევს, სტროტერსაც დაალევინა სასმელი, რომელშიც საძილიაბები ჰქონდა გარეული. როცა კურტისმა გონება დაკარგა, დამერმა ტყავის ქამრით დაახრჩო. შემდეგ მისი სხეული გამოიყენა თავისი სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად, რის შემდეგაც სტროტერი დაანაწევრა და დანაწევრების თითოეული ეტაპი პოლაროიდის ფოტოაპარატით დააფიქსირა. მისი თავის ქალა, ხელები და სასქესო ორგანო კი თავის საზარელ კოლექციას შემატა. 1991 წლის 7 აპრილს დამერმა ქუჩაში 19 წლის ეროლ ლინდსი გაიცნო. თავისი მრავალჯერ ნაცადი ხერხით მან მოახერხა ბიჭის ბინაში შეტყუება, სადაც სასმელში საძილიაბები ჩაუყარა და გათიშა. დამერს დაუოკებელი სურვილი ჰქონდა სხვებზე კონტროლის. მას უნდოდა, რომ მისი პარტნიორი მონასავით დამორჩილებოდა და ყველა მისი ავადმყოფური ბრძანება უსიტყვოდ შეესრულებინა. ამიტომ გადაწყვიტა ჩაეტარებინა ახალი ექსპერიმენტი და შეექმნა ადამიანი, რომელიც ზომბივით იქნებოდა და მის ბრძანებებს დაემორჩილებოდა. ამისთვის დამერმა საზარელი მეთოდი მოიფიქრა. მან გათიშულ ეროლ ლინდსის თავის ქალა ელექტრობურღით გაუხრიტა და ტვინში მარილმჟავას ხსნარი შეუყვანა. ამ საზარელი ექსპერიმენტის შემდეგ ბიჭი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს და გაიღვიძა. ლინდსიმ უთხრა, რომ საშინლად სტკიოდა თავი და იკითხა, რომელი საათი იყო. დამერისთვის ეს წარუმატებელი ექსპერიმენტი აღმოჩნდა, რადგან მსხვერპლი გონებაზე იყო და ლაპარაკით შეეძლო. დამერმა ლინდსის ისევ მისცა საძილე საშუალება და როდესაც მან გონება დაკარგა, დაახრჩო. სხვების მსგავსად, მან ლინდსის თავი მოჰკვეთა, მაგრამ ამჯერად გვამი არ დაანაწევრა. სხეული გაატყავა და ტყავი მარილიან წყალში შეინახა შემდგომში თავისი ავადმყოფური მიზნებისთვის, თუმცა რამდენიმე კვირაში ლინდსის ტყავი აყროლდა და დამერი იძულებული გახდა მოეშორებინა. 1991 წლის 24 მაისს დამერმა ღამის კლუბში 31 წლის ყრუ მუნჯი მოდელი ტონი ჰიუზი გაიცნო. ჰიუზის შიშველი ფოტოების გადაღების სანაცვლოდ ფული შესთავაზა, რაზეც ტონი დათანხმდა და დამერს ბინაში გაჰყვა. დამერმა ახალ მსხვერპლს, როგორც ყოველთვის, სასმელი მისცა, რომელშიც საძილიაბები ჰქონდა გარეული. როდესაც ტონი ჰიუზი გაითიშა, დამერმა სცადა მისი ზომბად გადაქცევა. ჰიუზის თავში ელექტრობურღით ხვრელი გაუკეთა და ტვინში მარილმჟავას ინექცია გაუკეთა. მარილმჟავას ინექციის შემდეგ ტონი ჰიუზი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ დამერმა სხეული რატომღაც არ დაანაწევრა. გვამის საძინებელში იატაკზე დატოვა და 2 დღის შემდეგ ისე წავიდა ახალი მსხვერპლის საძებნელად.
1991 წლის 26 მაისს დამერმა ვისკონსინის გამზირზე 14 წლის მოზარდი კონერაკ სინთასონფონი გაიცნო. მასაც შიშველი ფოტოების გადაღების სანაცვლოდ თული შესთავაზა და თავის ბინაში წაიყვანა. ჩვეულებისამებრ მოზარდს საძილიაბებით გაჯერებული სასმელი დაალევინა და როდესაც კონერაკმა გონება დაკარგა, დამერმა კიდევ ერთხელ სცადა თავისი საზარელი ექსპერიმენტის ჩატარება. მან კონერაკს თავის ქალაში ბურღით ხვრელი გაუკეთა და შუბლის ნაწილში მარილმჟავა შეუყვანა. ინექციამ მოზარდი ღრმა ნახევრად ლობოტომიურ მდგომარეობაში ჩააგდო. ექსპერიმენტის პარალელურად დამერი ლუდს სვამდა და როდესაც ლუდი დაუმთავრდა, უგონო მდგომარეობაში მყოფი კონერაკი საძინებელში იატაკზე 2 დღის წინ მოკლულ ტონი ჰიუზის გვამის გვერდით დააწვინა და თვითონ ლუდის საყიდლად წავიდა. სანამ დამერი წასული იყო, კონერაკმა გაიღვიძა და თავის ქალის მძიმე ტრამვისა და ტვინში მარილმჟავის მიუხედავად ბინიდან გარეთ გამოვიდა. თითქმის შიშველი ძლივს მოსიარულე და მეტყველების უნარ დაკარგული ბიჭი ქუჩაში სამაქალმა შენიშნა და დახმარება შესთავაზეს. თუმცა კონერაკმა ვერაფერი უპასუხა. შეშფოთებულმა ქალებმა პოლიციაში დარეკეს და აცნობეს, რომ ქუჩაში შიშველი მოზარდი ინახეს, რომელსაც მრავლობითი სისქჩაქცევები ჰქონდა და სიარული უჭირდა. როდესაც ადგილზე პოლიცია მივიდა, სწორედ მაშინ დაბრუნდა დამერი და დაინახა, რომ მისი მსხვერპლი ტროტუარზე იჯდა, შეშფოთებული გამლელებითა და პოლიციით გარშემორტყმული. დამერმა, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ყოველთვის შვიდად იქცეოდა, პოლიციელებს უთხრა, რომ ბიჭი მის 19 წლის შეყვარებული იყო. სამართალდამცველებს აუხსნა, რომ მათ ერთად დალიეს და კონერაკი უბრალოდ მთვრალი იყო. მან სცადა ბიჭის სახლში წაყვანა, მაგრამ ქალები, რომლებმაც პოლიცია გამოიძახეს, ამის უფლებას არ აძლევდნენ და პოლიციელებს არ წმუნდნენ, რომ მოზარდს დამერთან დაბრუნება საფრთხეს უქმნიდა. პოლიციელებმა კი ქალებს უთხრეს, რომ ეს მათი საქმე არ იყო და ყველაფერს თავად მოაგვარებდნენ. დამერმა მეტი დამაჯერებლობისთვის მათი ურთიერთობის დასადასტურებლად პოლიციელებს ის ფოტოები აჩვენა, რომლებიც კონერაკისთვის მანამდე ჰქონდა გადაღებული, სადაც ბიჭი ნახევრად შიშველი იყო. პოლიციელებმა დამერს დაუჯერეს და მიუხედავად იმისა, რომ კონერაკი წინააღმდეგი იყო, დამერთან ერთად 213 ბინაში მიაცილეს. ბინაში მათ მძაფრი სუნი დახვდათ, რომელიც ტონი ჰიუზის გვამიდან მოდიოდა, მაგრამ დამერმა აუხსნა, რომ მათ სივარი გაუფუშდა და ხორცი აყოლდა. პოლიციელებმა ისევ დაუჯერეს და წასვლისას ირონიულად უთხრეს, რომ პარტნიორზე კარგად ეზრუნა. პოლიციელებმა აღნიშნულ შემთხვევას სათანადო ყურადღება არ მიაქციეს და არც დამერის მონაცემები შეამოწმეს. მათ ბინა დატოვეს ისე, თითქოს არაფერი მომხდარიყო. პოლიციის წასვლის შემდეგ დამერმა კონერაკს ტვინში მჟავის მეორე უფრო დიდი დოზა შეუყვანა, რის შემდეგაც ბიჭი მალევე გარდაიცვალა. მეორე დღეს დამერმა სამსახურიდან ერთი დღით ჩვეულებაა აიღო. კონერაკისა და ჰიუზის ცხედრები დაანაწევრა და გადაყარა. მათი თავის ქალები კი თავის საზარელ კოლექციას დაუმატა. ეს ტრაგიკული ეპიზოდი მხოლოდ დამერს კი არა, არამედ სისტემურ შეცდომებს, რასობრივ ერთსქესიან წყვილების დისკრიმინაციას და პოლიციის დაუდევრობას ამხელდა. დამერის დაპატიმრების შემდეგ გაირკვა, რომ ოფიცრებმა დანაშაულის ადგილიდან გასვლისას რასისტული შენიშვნები გააკეთეს და ხუმრობდნენ კიდეც იმაზე, თუ როგორ შეახვედრეს შეყვარებულები. მოგვიანებით საზოგადოებრივი აღშფოთების ფონზე ეს ოფიცრები სამსახურიდან გაანთავისუფლეს, თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ დააბრუნეს. როგორც შემდეგ გაირკვა, კონერაკი იმ არასრულწლოვანი ბიჭის უმცროსი ძმა იყო, რომელიც 1988 წელს დამერს სახლიდან გაექცა. დავისი ჩვენების საფუძველზეც დამერი დააპატიმრეს. სინთასონფონების ოჯახი ლაოსიდან ტოლვილები იყვნენ და ვერც კი წარმოედგინათ, რომ იგივე ადამიანი რამდენიმე წლის შემდეგ მათ უმცროს ვაჟსაც იმავე ოთახში შეიტყუებდა და პოლიციის გულგრილობის გამო სასტიკად მოკლავდა. 30 ივნისს დამერი ჩიკაგოში გაემგზავრა, სადაც ავტობუსის გაჩერებაზე 20 წლის მეტ ტერნერი გაიცნო. მან ტერნერს ფულის სანაცვლოდ მილოუქში წასვლა და პროფესიონალური ფოტოების გადაღება შესთავაზა, რაზეც ტერნერი სიხარულით დათანხმდა. მილოუქში ჩასვლისთანავე დამერმა ტერნერი თავის სპინაში მიიყვანა და როგორც სხვა მსხვერპლებს, მასაც საძილიაბებით გაჯერებული სასმელი დაალევინა. როდესაც ტერნერი გაითიშა, დამერმა მასზე სექსუალურად იძალა და შემდეგ კი დაახრჩო. ცხედარი დაანაწევრა. თავი და შინაგანი ორგანოები პოლიეთილენის პარკში ჩააწყო და საყინულში შეინახა, ხოლო დანარჩენი სხეულის ნაწილები მჟავით სავსე კასტრში ჩაყარა დასაშლელად.
5 დღის შემდეგ 1991 წლის 5 ივლისს დამერი ისევ ჩიკაგოში წავიდა. ერთ-ერთ პოპულარულ გეი ბარში მან 23 წლის ჯერემია ვაინბერგერი გაიცნო და შაბათ-კვირას მილოუქში მასთან ერთად დროის გატარება შესთავაზა. ჯერემია დათანხმდა და ისინი ავტობუსით მილოუქში გაემგზავრნენ. ამჯერად დამერმა თავის ახალი მსხვერპლი მაშინვე არ მოგლა. მათ პირველი დღე ერთად გაატარეს, თუმცა მეორე დღეს ვაინბერგერმა ჩიკაგოში დაგეგმილზე ადრე დაბრუნება გადაწყვიტა. დამერს მისი გაშვება არ უნდოდა, რადგან ვაინბერგერი ძალიან მოსწონდა და მასთან ერთად მეტი დროის გატარება სურდა. არც მისი მოკლა სურდა. მას სურდა, რომ ვაინბერგერზე სრული კონტროლი ჰქონოდა და საკუთარი ავადმყოფური სექსუალური ფანტაზიები დაეკმაყოფილებინა. ამიტომ მან ისევ სცადა ადამიანისგან მონა ზომბის შექმნა. ჯერემიას სასმელში საძილიაბები გაურია და როდესაც გაითიშა, თავის ქალა ბურღით გაუხრიტა და ამჯერად ტვინში მჟავის ნაცვლად მდუღარე წყალი ჩაასხა. ამ საზარელი ექსპერიმენტის შედეგად ჯერემია კომაში ჩავარდა და 2 დღის შემდეგ გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე კომაში მყოფი ადამიანის სხეულს კი ჯეფრი დამერი თავის ავადმყოფური სურვილებისთვის იყენებდა. ვაინბერგერის სიკვდილის შემდეგ დამერმა მას თავი მოაჭრა და მაცივარში შეინახა. სხეული კი დაანაწევრა და კასრში მჟავაში ჩაყარა, რათა დაშლილიყო და შემდეგ უნიტაზში ჩაერეცხა. 15 ივლისს დამერმა ქუჩაში 24 წლის ოლივერ ლეისი გაიცნო. მან ისევ თავის მრავალჯერ ნაცადი ხრიკი გამოიყენა და ოლივერი ფულის სანაცვლოდ შიშველი ფოტოების გადაღებაზე დაითანხმა. შემდეგ კი თავის ბინაში წაიყვანა. ფოტოების გადაღებასთან ერთად მათ სექსუალური ურთიერთობაც ჰქონდათ, რის შემდეგაც დამერმა მას სასმელში გარეული საძილის საშუალება დაალევინა და გათიშა. მისი გათიშვის შემდეგ სიამოვნების გასახანგრძლივებლად დამერმა სცადა ახალი მეთოდი, რომ ლეისი უგონო მდგომარეობაში დიდხანს შეენარჩუნებინა. მან დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიყენა ქლოროფორმი, რათა ლეისი უგონოდ დარჩენილიყო, მაგრამ ის ეტაპობრივად გონს მოდიოდა. როდესაც მიხვდა, რომ ეს მეთოდიც არ ამართლებდა, დამერმა სამსახურში დარეკა და დასვენების დღე აიღო. შემდეგ კი ლეისი დაახრჩო. დახრჩობის შემდეგ მან გვამთან სექსუალური კავშირი დაამყარა. შემდეგ კი დაანაწევრა. თავი და გული მაცივარში შეინახა. დარჩენილ სხეულს ხორცი გააცალა და კასტრში მჟავაში ჩაყარა. ჩონჩხი კი თავის საზარელ კოლექციას დაუმატა. 1991 წლის 19 ივლისს დამერმა, რომელიც მსხვერპლის საძებნელად ქუჩაში დახეტიელობდა, ავტობუსის გაჩერებასთან 25 წლის ჯოზეფ ბრედეჰოფტი გაიცნო. ძველი მეთოდით მან ბრედეჰოფტი სახლში შეიტყუა, სასმელში საძილიაბებით დააძინა და შემდეგ დაახრჩო. მკვლელობის შემდეგ დამერმა მისი ცხედარი საწოლზე დატოვა და რამდენიმე დღის განმავლობაში მისთვის ხელი არ უხლია. თვითონ კი ისვენებდა და შემდეგ ნაბიჯებს გეგმავდა. თუმცა 21 ივლისის მიხვდა, რომ ჯოზეფის ცხედარის მოშორება აუცილებელი იყო, რადგან ზაფხულის სიცხეში სხეული სწრაფად იხსნებოდა და ირგვლივ საშინელი სუნი ტრიალებდა. როცა გვამთან მივიდა, თავი უკვე მატლებით იყო დაფარული. მან თავი მოაჭრა, გაასუფთავა და მაცივარში შეინახა, ხოლო სხეული დაანაწევრა და კასრში მჟავაში ჩაყარა. დაკითხვაზე დამერმა საბოლოო ჯამში 17 მკვლელობა აღიარა და თითოეული მათგანი დეტალურად აღწერა. დამერი სამართალდამცველებს ასევე მოუყვა თავის კიდევ ერთი ავადმყოფური ჩანაფიქრის შესახებ. მას უნდოდა მსხვერპლების თავის ქალებისა და ძვლებისგან საკურთხეველი აეგო, სადაც დაჯდებოდა მედიტაციისთვის და თავის ავადმყოფურ ფანტაზიებში ჩაიძირებოდა. ჯეფრი დამერის დანაშაულები ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი საქმე იყო, რაც კი მანამდე ამერიკის სასამართლო სისტემას ახსოვდა. 1991 წლის 25 ივლისს სასამართლომ მას ბრალი 16 პირველ ხარისხის მკვლელობაში წაუყენა. ვისკონსინის შტატში დამერს 15 ადამიანის მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი და ერთი 1978 წელს ოჰაიოში სტივენ ჰიქსის მკვლელობისთვის, რომელიც მისი პირველი მსხვერპლი გახდა. დამერს ვერ წაუყენეს ბრალი მეორე მსხვერპლის, სტივენ ტოუმის მკვლელობისთვის, რადგან რაიონულ პროკურორს ბრალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო წარედგინა, თუ მკვლელობა დადასტურებული იქნებოდა, ხოლო დამერს ამ კონკრეტულ
დრამატული მკვლელობის ჩადენა არ ახსოვდა და არც დანაშაულის ფიზიკური მტკიცებულება არსებობდა. ჯეფრი დამერის სასამართლო პროცესი 1992 წლის 30 იანვარს დაიწყო მილოუკის ოლქის სასამართლოში. მოსამართლე ლოურენს გრეჰემი ამ პროცესს უდგებოდა არა მხოლოდ როგორც სისხლის სამართლის საქმის განხილვას, არამედ როგორც საზოგადოებრივ დებატებს იმაზე, თუ რა არის შეურაცხადობა და სად მთავრდება ადამიანის პასუხისმგებლობა საკუთარი ქმედებებისთვის. დამერმა თავიდანვე დამნაშავედ ცნო თავი, თუმცა ირწმუნებოდა, რომ მის მიერ ჩადენილი საზარელი დანაშაულების დროს შეურაცხადი იყო და ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირდა. დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ დამერს ნეკროფილია, შიზოტიპიური და ობსესურ-კომპულსიური აშლილობები ერთდროულად აწუხებდა და მათი თქმით, ეს პათოლოგიები იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მის გონებაში, რომ დამერს აღარ შეეძლო მის მიერ ჩადენილი საშინელებების გაკონტროლება. ბრალდების მხარე კი ამტკიცებდა, რომ ჯეფრი დამერი შეურაცხადი არ იყო და ის სრულიად გააზრებულად მოქმედებდა. გეგმავდა თითოეულ ნაბიჯს და შესაბამისად მის მიერ ჩადენილ საზარელ დანაშაულებზე სასამართლოს წინაშე უმკაცრესად უნდა ეგო პასუხი. სასამართლოს დარბაზში დაძაბული ატმოსფეროს უფევდა. მსხვერპლთა ოჯახის წევრები ისმენდნენ იმ საზარელი დეტალების შესახებ, რომლებსაც გამომძიებლები და სასამართლო ექსპერტები აღწერდნენ, როგორ ინახავდა დამერი მათი ოჯახის წევრების თავებს მაცივარში, როგორ ანაწევრებდა და შლიდა სხეულებს მჟავაში და როგორ უემოციო სახით უყვებოდა მათ ამ ყველაფერს. სასამართლო დარბაზში ოჯახის წევრებისა და ნათესავების სიტყვით მიმართვის დროს ყველაზე ამაღელვებელი და დრამატული იყო მოკლული ეროლ ლინდსის დის რიტა ისბელის გამოსვლა. ის ჯეფრი დამერისკენ გაიქცა და ყვიროდა, რომ მას მოკლავდა, რადგან აღარ უნდოდა მის დედას იგივე ტკივილი განეცადა. ამის გამო მისი შეჩერება და დარბაზიდან გაყვანა გახდა საჭირო. მის ყვირილს დამერი უემოციოდ და ჩუმად უსმენდა. მისი ამგვარი სიმშვიდე ბევრისთვის უფრო საზარელი იყო, ვიდრე მისი დანაშაულების დეტალები. როცა ჯეფრი დამერი წარსდგა საბოლოო სიტყვით სასამართლოს წინაშე, მან მშვიდად და ნელ წაიკითხა თავისი სიტყვა. თქვა, რომ არ ცდილობდა თავის გამართლებას და იმ ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა, სიკვდილს იმსახურებდა. ირწმუნებოდა, რომ რელიგიას დაუბრუნდა და ღმერთი აპატიებდა მას ამ ყველაფერს. 1992 წლის 15 თებერვალს ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება და გამოაცხადეს, რომ ჯეფრი დამერი იმ საზარელი დანაშაულების ჩადენის დროს გონებრივად სრულიად ჯამრთელი იყო და დამნაშავეცნეს ყველა ბრალდებაში. მოსამართლემ ჯეფრი დამერს 15 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. რამდენიმე თვეში კი 1 მაისს დამერს დაემატა კიდევ ერთი სამუდამო პატიმრობა. ოჰაიოში ჩადენილი მკვლელობისთვის ის სიკვდილით დასჯას გადაურჩა, რადგან ვისკონსინში სიკვდილით დასჯა 1853 წელს გაუქმდა. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ დამერი კოლუმბიის სასჯელ აღსრულების ცენტრში გადაიყვანეს. პატიმრობის პირველი წლის განმავლობაში ის სამარტოო საკანში იმყოფებოდა, რადგან მისი ფიზიკური უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ იყო სხვა პატიმრებთან კონტაქტის შემთხვევაში. დამერის თხოვნით სამარტოო საკანში 1 წლის გატარების შემდეგ იგი ნაკლებად დაცულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მას ყოველდღიურად სამუშაო ჯგუფთან ერთად 2 საათიანი სამუშაო, საპირფარეშოების ბლოკის დასუფთავება დაევალა. მოგვიანებით კი ამ ჯგუფს ციხის სპორტული დარბაზის დასუფთავებაც დაევალა. დამერი ხშირად ამბობდა, რომ ძალიან ნანობდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულებს. მან ციხის ადმინისტრაციას მიმართა და სთხოვა, რომ ნება მიეცათ მონათლულიყო, რადგან უნდოდა ქრისტიანული სარწმუნოებისთვის მიეძღვნა თავი. 1994 წლის მაისში მოძღვარმა როი რედკლიფმა მონათლა ჯეფრი დამერი. ეს ნათლობა ბევრისთვის სიმბოლური იყო, რადგან 1994 წლის 10 მაისს, იმ დღეს, როდესაც ჯეფრი დამერი მოინათლა, ილინოისში სიკვდილით დასაჯეს სერიული მკვლელი ჯონ უეინ გეისი და იმავე დღეს ამერიკის ცაზე მზის დაბნელება დაფიქსირდა. ციხის ადმინისტრაციამ დამერს თანდათანობით შეზღუდული კონტაქტის უფლება მისცა. ის წმენდა საპირფარეშოებს და ბიბლიოთეკაში ზედამხედველად მუშაობდა, თუმცა მიუხედავად ამისა მისი შაუბნელი წარსული არ იმალებოდა ციხის კედლებს მიღმა. პატიმართა უმრავლესობას მისი არსებობაც კი აღიზიანებდათ. ზოგს კი პირიქით იზიდავდა კიდეც. საზარელ წარსულთან ერთად დამერს საზარელი იუმორიც ჰქონდა. საკვებს ადამიანის კიდურების ფორმას აძლევდა და სისხლის მაგივრად კეჩჩუბს ასხავდა. მისი ეს ქცევა პატიმრებს აღიზიანებდა და კიდევ ერთხელ ამტკიცებდა, რომ მასში ამაზრზენი ფანტაზიები ისევ ცოცხლობდა.
1994 წლის 3 ივლისს პატიმარმა ოსვალდო დურუტიმ სცადა დამერისთვის ყელის გამოჭრა კბილის ჯაგრისზე მიმაგრებული საპარსით, თუმცა დამერმა მხოლოდ ზედაპირული ჭრილობა მიიღო და სერიოზულად არ დაშავებულა. ამ ინციდენტის შემდეგ ციხის ადმინისტრაციამ შესთავაზა სამარტოო საკანში დაბრუნება, მაგრამ დამერმა უარი თქვა. 1994 წლის 28 ნოემბერს დამერს ციხის სპორტდარბაზში ტუალეტების დასუფთავება დაევალა ორ სხვა პატიმართან, ჯესი ანდერსონთან და კრისტოფერ სკარვერთან ერთად. ციხის მცველებმა ისინი რამდენიმე წუთით უყურადღებოდ დატოვეს, რაც მაღალი რისკის მქონე პატიმრებთან დაუშვებელი იყო. ამით კრისტოფერ სკარვერმა ისარგებლა, სავარჯიშო რკინის ჯოხით დამერს და ანდერსონს თავს დაესხა და უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. როდესაც მცველები დაბრუნდნენ, ჯეფრი დამერი და ჯესი ანდერსონი სასტიკად ნაცემები დახვდნენ მძიმე თავის ტრამვებით. ჯეფრი დამერი დაახლოებით ერთი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდერსონი კი მიღებული დაზიანებებისგან 2 დღის შემდეგ გარდაიცვალა. კრისტოფერ სკარვერმა, რომელსაც 1990 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ციხის ზედამხედველებს უთხრა, რომ ჯეფრი დამერის მოკლა ღმერთმა უბრძანა. 1995 წლის სექტემბერში დამერის ცხედარს კრემაცია ჩაუტარეს და მისი ფერფლი მშობლებს შორის გაიყო. მის ტვინთან დაკავშირებით მშობლებს შორის დავა იყო. დედას სურდა, რომ ტვინი მეცნიერებს გამოეკვლიათ ბიოლოგიურ ფაქტორებზე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინა მის ქცევაზე. მამა კი წინააღმდეგი იყო. ასევე სიცოცხლეში ჯეფრი დამერსაც სურდა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ნეშტი კრემირებულიყო. საბოლოოდ ყველა არგუმენტის გადახედვისა და მერის სურვილის გათვალისწინებით მოსამართლემ ტვინის განადგურების გადაწყვეტილება მიიღო. ჯეფრი დამერის მკვლელობასთან დაკავშირებით არსებობდა ეჭვი, რომ მისი მკვლელობა ციხის ადმინისტრაციამ მოაწყო, რადგან დამერი როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პატიმარი დაცვამ სხვა პატიმრებთან ერთად მარტო დატოვა. ამ საქმესთან დაკავშირებით მალევე შეიქმნა საგამოძიებო კომისია, ხოლო გამოძიების დასრულების შემდეგ კომისიამ განაცხადა, რომ ვერ აღმოაჩინა ვერანაირი დანაშაულის კვალი, რაც დაადასტურებდა, რომ ჯეფრი დამერის მკვლელობაში ციხის ადმინისტრაცია იყო გარეული. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაწყდა, რომ ჯეფრი დამერის მთელი ქონება, მათ შორის ის საშინელი ნივთები, რომლებსაც დამერი მკვლელობის დროს იყენებდა, აუქციონზე გაეტანათ და შემოსული თანხა მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაეცათ. მილოუკელმა ფილანტროპმა და ბიზნესმენმა ჯო ზილბერგმა მილოუკის ბიზნესმენებთან, პოლიტიკოსებთან და გავლენიან ადგილობრივებთან ერთად $400,000 შეაგროვა და მსხვერპლთა ოჯახების სახელით ყველა ლოტი შეიძინა. ისინი აღშფოთებულები იყვნენ, რომ მსგავსი სიტუაცია შეიქმნა, როდესაც ეს საშინელი ნივთები საჯაროდ აუქციონზე გაიტანეს და ისინი მთელმა მსოფლიომ იხილა. საბოლოოდ ყველა ნივთი ნაგვის მანქანაში ჩატვირთეს და ნაგავ საყრელზე გაანადგურეს. ოქსფორდის ბინების მაცხოვრებლებს აღარ სურდათ იქ ცხოვრება, რადგან ყველა ამ შენობას ტკივილისა და ძალადობის სიმბოლოდ მიიჩნევდა. მოსახლეობა მოითხოვდა, რომ შენობა მილოუკის საზოგადოებისა და ჯეფრი დამერის მსხვერპლთა ნათესაობის თვალთახედვიდან გამქრალიყო. მათი თხოვნის საფუძველზე კი ოქსფორდის ბინები მთლიანად დაანგრიეს.